საპატრიარქოს ფონდ გაამწვანეს საქართველოს ორგანიზებით მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო მესამის ლოცვა კურთხევით ჩატარდა. საპატრიარქოს ფონდ გაამწვანეს საქართველოს ორგანიზებით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივითა და საზოგადოება ივერიისას მხარდაჭერით ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ხეები დაირგო. გამწვანების ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიებაში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი შიო ლომიძე, საპატრიარქოს ფონდ გაამწვანეს საქართველოს აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე, საზოგადოება ივერიისას თავმჯდომარის მოადგილე გურა მახალაია, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, მისი მოადგილე ნათია იორდანიშვილი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამწვანების აქცია ასევე მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს. სასიხარულო დღე გვაქვს უწმინდესი შიოს კურთხევით. უწმინდესი ილია მეორის ხსოვნის საპატივსაცემლოდ მოხდა ეს ღონისძიება სატყეო სააგენტოს საზოგადოება ივერიისა გაამწვანეს საქართველოს ერთობლივი ღონისძიებით დაირგა ზეთისხილის ხეები, ნერგები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერში. ჩვენ ფონდს დღეს აქვს ერთობლივი ღონისძიება მახათას თავზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე ღვთის ზეთისხილებს ერთობლივად სატყეო სააგენტოსთან ერთად საზოგადოება ივერიისთან ერთად და თქმა უნდა მამაშიო აღბრძანდება და ეს ჩვენი ღონისძიება რომელიც ითვალისწინებს ამ ტერიტორიაზე კიდევ უფრო კარგად გამითარდეს ზეთისხილის ბაღი ზეთისხილები და ეს აქცია ეს გამწვანების ღონისძიება ეძღვნება ნეტარხსენებული კათოლიკის პატრიარქის ილია მეორის სახელს, რა თქმა უნდა, ჩვენი პატრიარქის შიო მესამეს ლოცვა კურთხევით. და ეს ღონისძიება ჩვენი რელიგიის, ჩვენი სარწმუნოების ესეთი თარიღი არის, ძალიან ისეთი ლამაზი თარიღი 1700 წელი, რომელიც ერთობლიობაში აღინიშნება პატრიარქის ხსოვნის, დედა ეკლესიის რელიგიის 1700 წლის თავი და ეს ყველაფერი ჩვენი დასწავლი არის. ჩვენ გვიხარია, რომ ესე ამას ვაგრძელებთ ამ საქმიანობას, რომელიც დაგვიბარა ჩვენმა პატრიარქმა სუნათმა ილია მეორემ და დღეს კიდე ჩვენ პატრიარქ შიო მესამეს ლოცვა კურთხევით ეს გრძელდება არა მარტო აქ, არამედ მთელ ტერიტორიულ საქართველოში ამას გავაგრძელებთ. წინაზე გვქონდა ჩვენ ბრძანებაში და ასევე დღეს ახავარდა. შემდგომშიაც ვექნება დაგვერდებით სხვადასხვა ტერიტორიებზე, სხვადასხვა ენერგიების, სხვადასხვა მცენარეების, ლანდშაფტების, გაუმჯობესების, გალამაზების, რადგან ეს ჭირდება ქვეყანას. და თუ ახლა მქონია ფონდს გამწვანე საქართველოს, ჩემატო ეკლესიას კი რა ვწყვეტ, ვამწვანებთ ყველა იმასაც ჭირდება ეს, იქნება ჯარი, პოლიცია, საავადმყოფო იქნება, პენიტენციალური იქნება, ყველას ვეხმარებით. ეს არის კურთხევა ჩვენი პატრიარქის და დღევანდელი ჩვენი პატრიარქის პოლიტიკა ლოცვა ეგ არის, რომ ეს გავაგრძელოთ საქმიანობა. ეროვნული სატყეო სააგენტო წლებია თანამშრომლობს ჩვენი უწმინდესის ილია მეორის მიერ დაფუძნებულ ფონდ გაამწვანეს საქართველოსთან. დღეს ჩვენ მახათას მთაზე ვიმყოფებით, სადაც საზოგადოება ივერიას წარმომადგენლებთან ერთად კიდევ 20 ზეთისხილის ხე შევმატეთ აი ამ ბაღს და ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველასთან, ვინც მსგავს საქმიანობას ეწევა ქვეყნის მასშტაბით. პირველის ყოვლისა მე მინდა მადლობა გადაუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო სააგენტოს ამ დიდებული ღონისძიებისთვის. დღეს მახათას ზეთისხილის ბაღი შეივსო ახალი ენერგებით და ეს მიეძღვნა მისი უწმინდესობის ხსოვნას და ეს განხორციელდა უწმინდესი შიო მესამის ლოცვა კურთხევით. და აქ რა თქმა უნდა საზოგადოება ივერიისასთან ერთად ტაძრის წინამძღვარი ხელმძღვანელობდა და სააგენტოს ხელმძღვანელობა იყო მობრძანებული და გაგრძელდება ეს ღონისძიებები და ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეძღვნება ჩვენი დიდ იუბილეს ქართლის მოქცევის 1700 წლის თავს და
მისი უწმინდესობა იქიდან ფარველობს საქართველოს და მისი დიდი სურვილი იყო, რომ ეს ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი სრულიად საქართველოს თანაბარი შემოწირულობით აეშენებინა და ასეც მოხდა. ყველა მონაწილეობს ამის მშენებლობაში, როგორც საქართველოს მცხოვრები ქართველები, ისეც უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. გრძელდება სამონასტრო კომპლექსის განვითარება და მშენებლობა, დაიწყება სულ მალე ახალი დიდი ობიექტი, ეს იქნება საგანმანათლებლო ცენტრი, მუზეუმი, იქნება ერთ-ერთი ამიერკავკასიაში, კიდე კი არა ევროპაში ერთ-ერთი განსაკუთრებული მუზეუმი, სადაც განთავსდება ის ძირითადი განძი, რაც ჩვენ საცავებში ახლა შემონახული. ესეც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით არის და მე მიხარია, რომ გრძელდება ეს ტრადიცია და მახათას მთა ძალიან მალე აღორძინდება ისე, როგორც მის უწმინდესობის სურვილი იყო.